გაუშვებენ თუ არა რამდენიმე თვეში მრავალი წლით ციხეში ყველა ძირითად ოპოზიციონერ პოლიტიკოს მოსამართლე თამარ მახარობლიძის გადაწყვეტილებით 8 ოპოზიციონერის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომები კვირაში ორჯერ გაიმართება. დაცვის მხარის დათვლით ასეთ შემთხვევაში განაჩენი შესაძლოა სექტემბერში დადგეს. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ ადვოკატების ორი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ერთი მოსამართლის აცილებას, მეორე კი დახურულ პროცესებზე მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების დასწრება შეეხებოდა. თვითონ რასაც იზახიან ზეპირად არის ისა ტელეფონზეც გითხრეს რომ სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების არის ასე აუცილებელია. რაც არის ბოდოა ხარ, რავი, 3 კვირის წინ არ იყო ეს აუცილებელი, ეხლა აუცილებელი რომ კვირაში 3 იყო პროცესი იყოს. ერთადერთი რაც არის უბრალოდ სიგნალს უგზავნიან ჩემი აზრით, არ ვიცი, არკი ალბათ ამერიკელებს, რომ რავი, ან დაულაგდეთ სწრაფად თქონთ რა პირობებზე რაც თვითონად ალბათ თუ არა და აგერ ამათ ყველა შეყვრი ციხეში და მეორე ხა ამჯერა რომ ეს 11 ივნისის შემთხვევითი ამბავია, უბრალოდ გუშინ აპირებდნენ, დღეს არის ეს ტექნიკური შეხვედრა ამ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე, სადაც საქართველოს სამოვიზოს შენარჩუნება არ შენარჩუნების საკითხი განიხილება და მე დეკემბერში იქნება ევროსაბჭოსისა და საბოლოო ჯამში ალბათ იანვარში იქნება გადაწყვეტება, მაგასთან კავშირში ალბათ იმათაც უგზავნიან სიგნალს, რომ რავი. ან ესე ან ისა და ან თუ არა და ამათ შეყვრი ციხეში. დღესვე ბრალდების მხარის მოწმე დაკითხეს, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებისას ოპოზიციური პარტიების ჩხრეკაში მონაწილეობდა და ერთ-ერთი საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელი იყო. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის დროს ელენე ხოშტარიამ საგამოძიებო დანაყოფის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, რომელიც დაუკითხეს ჩვენ დღევანდელ სხდომაზე, ერთნიშნულოვნად და პირდაპირ უთხრა, რომ ამ ოფისში არსებული პიროტექნიკა, ამ ოფისში არსებული ლაზერები და ბენზინი გამოყენებული უნდა ყოფილიყო წინააღმდეგობისთვის. კონკრეტულად კი გითხრა ის, რომ აღნიშნული პიროტექნიკა უნდა ესროლათ პოლიციელებისთვის და განკუთვნილი იყო მათ დასაზიანებლად და სხვა ნივთების სწორედ მათი საქმიანობის ხელშესაშვებლად. შესაბამისად მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი მოწმე და მივიღეთ მასგან ამომწყურავი პასუხი. ამ საქმეზე პროკურატურა გიორგი ვაშაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას ედავება. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პატიმრობაში მყოფ ელენე ხოშტარიას ბრალის 3 მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საბოტაჟს ამ დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტს პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავებიან, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრე ჯაფარიძეს კი ბრალის საბოტაჟის მუხლით აქვთ წარდგენილი, მათ 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.